სიცოცხლისთვის საშიში მშენებლობები და უსაფრთხოების ნორმების სრული უკონტროლობა. ორი მოქალაქე პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე სიკვდილშემთხვევით გადაურჩა. კორპუსის მშენებლობის ადგილზე ამ წელს რკინის მასობრივი ნაწილი მოწყდა და ავტომობილს დაეცა, სადაც ამ დროს ორი ადამიანი იმყოფებოდა. ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ მშენებლობის დროს უსაფრთხოების ნორმები აქ მუდმივად ირღვევა და მიმდებარე ტერიტორიაზე როგორც დასრულების, ასევე ბავშვების გადაადგილებაც სახიფათოა. რა სწყვებიან ადგილობრივები და რა პასუხი აქვს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ უწყებებს, მათ შორის კომპანიას, რომელიც ამ კორპუსს აშენებს. ლიზი ვეკუა გვიერთდება ახლა დეტალებით პირდაპირ ეთერში. ლიზი, პირველ რიგში მოდი დავიწყოთ ამ ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობით, როგორია ახლა მათი მდგომარეობა. თამარ, ჩვენ გიერთდებით პოლიტკოვსკაიას 50 ნომრიდან, სადაც რამდენიმე საათის წინ მოხდა ეს შემთხვევა და რკინის კონსტრუქცია დაეცა მანქანას, ამ წეკრანის რკინის ნაწილი. თქვენ კადრში ხედავთ ახლა სწორედ ამ მანქანას, ხედავთ ტერიტორიასაც, რომელიც ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ვისაუბრებ ცხადია ამ მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჩვენი ინფორმაციით და ჩვენ გავესაუბრეთ თავად ამ ადამიანებსაც, თუმცა მათ არ სურთ კომენტარის გაკეთება მედიასთან. ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ერთ-ერთ მათგანს ქალბატონს აქვს ფეხზე დაზიანება მიღებული, თუმცა ამ წუთებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და ის არ საჭიროებს სამედიცინო ჩარევას. რაც შეეხება მომხდარს, ეს შემთხვევა მოხდა დილის საათებში პოლიტკოვსკაიას 50 ნომერში, მაშინ როდესაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა კომპანია ფიგურების სახელით. კომპანია ფიგურები არის გოჩა ენუქიძის, ქართული ოცნების წევრის, პარლამენტის მოქმედი წევრის საკუთრება და ამდენი ხნის განმავლობაში, ახლა ამ წუთებშიც კი კომპანიის თანამშრომლები იმყოფებიან ადგილზე, ასევე აქ იმყოფებიან როგორც კრიმინალური პოლიციის, ასევე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც, ექსპერტებიც, მათ რამდენიმე წუთის წინ დაასრულეს საგამოძიებო მოქმედებები, კონკრეტულად ამ მანქანასთან დაკავშირებით და ახლა იმყოფებიან უკვე შიდა ტერიტორიაზე. ჩვენ ლენტის გამო არ გვეძლევა აქ შესვლის უფლება და არც ერთ მათგანს, არც კომპანიის წარმომადგენლებს და არც მერიის თანამშრომლებს არ გაუკეთებიათ განცხადება მომხდართან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ ვესაუბრეთ დაცვის წარმომადგენელს და ასევე მუშას, რომელიც იმყოფებოდა კონკრეტულ მომენტში იმ დროს, როდესაც მოხდა ეს შემთხვევა და ჩამოვარდა ამ წეკრაიდან რკინის ნაწილი და დაეცა მანქანას და ისინი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ ეს ყველაფერი მოხდა შემთხვევით, არ იყო გამიზნული და ადასტურებენ იმასაც, რომ ამ კონკრეტულ სიტუაციაში პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რაღაც გადმოვარდა კონკრეტულად ამ მშენებლობიდან და ამბობენ იმას, რომ ეს ყველაფერი გამიზნული არ ყოფილა, შემთხვევით არის და ეს შესაძლებელია ყოველდღე მოხდეს. უსაფრთხოების ზომებზე კი განცხადება ჩვენთან არ გაუკეთებიათ. უსაფრთხოების ზომები დაცული არის, ახლა ამ დროდესაც პირველი შემთხვევა არ არის აქ მშენებარე კორპუსიდან რაღაცები რო ჩამოვარდაო და მართალია. კარგად უკვე მოვიდა პატარა ფანერი დააჩენია. ხო, მაგრამ ადამიანის სიცოცხლეს რო საფრთხე ემუქრება ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ანუ ეს პირველ ჩამოვარდნილი მით უმეტეს თუ არ არის და თუ ქარმა გამიმაგდა, ანუ რაღაცა უნდა შემოსაზღვრონ, კონსტრუქცია მაინც უნდა გაკეთდეს. არის უფროსი მე რა ჩვენ ვესაუბრეთ ასევე მაცხოვრებლებსაც, რომლებიც ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ და მაგალითად ერთ-ერთი ქალბატონი ამბობს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მათთვის ეს ახალი არ ყოფილა და გასაკვირი არ ყოფილა, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა და მაშინ როდესაც დაიწყო ეს მშენებლობა, მაშინვე იცოდნენ, რომ მათ ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა. ისინი ამბობენ იმასაც, რომ მცირეწლოვან შვილებსაც კი ვერ უშვებენ გარეთ იმისათვის, რომ ბავშვებმა იმის გამო, რომ ბავშვებმა არ მიიღონ ჯანმრთელობის დაზიანება და შესაბამისად ამბობენ იმასაც, რომ მათ არ აქვს მოლოდინი გამოძიებისა, არ აქვს იმის მოლოდინი, რომ რომელიმე წარმომადგენელი ამ კომპანიის დაიშჩება, თუმცა ამბობენ იმას, რომ ისინი მიმართავენ შესაბამის უწყებას იმის მიუხედავად, რომ მათგან რეაგირებას არ ელიან. დღეს მოხდა ის, რომ ხმაური იყო რაღაცა და ის ამ წეკრანის თავი ჩამოვარდა და მოძრავ მანქანას დაეცა. აი ჩემ თვალწინ რო გამოვედი უკვე იყო დაცემული, იმიტომ რომ ხმა გავიგონე, მე ვცხოვრობ მე-6 სახლზე.
მეთქი რა მოხდა, იმიტომ რომ ხმა სულ არის აქვს, სულ რაღაცები ვარდება, სულ რაღაცა მიაქვს, მოაქვს ხმები არის. არ გამკრებია, მაგრამ ცოტა მეტი ხმა იყო, რომ გამოვედი, მანქანას ჰქონდა დაცემული. გამოიძახეს პოლიცია. ის რა ქვია, საპატრულო ყველაფერი რა მნიშვნელობა, რა აზრია? აი Facebook პოსტები ვრცელდება, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, შესაძაც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა. არა, ჩვენ სულ ამაზე ვწუხართ, აი, ნახეთ, იმათაც ვწუხართ და თქვენც გეუბნებით. ამ წელს თავს შეხედეთ, ეს არის ჩემი კორპუსი, 6 სართულია. კორპუსის თავზე ტრიალებს მუდმივად. ჩვენ შიშით შევდივართ და გამოვდივართ. ბავშვები მოძრაობენ, ბავშვებს უკრძალავთ ეზოში თამაშს. იმიტომ რომ აი, მაგალითად რომ მოხდეს და ჩამოვარდეს. ახლა ის რომ კორპუსს დაცემოდა, მთელი ის მხარე ჩატანილი იქნებოდა. ვამზადებთ საჩივარს, ზედამხედველობის სამსახური, არქიტექტურის სამსახური, ყველაფრის ხელმოწერებს ვაგროვებთ და მალე შევა ალბათ კორპუსში უკვე დავდეთ ის რა ქვია პოსტი და ვაგროვებთ ხელმოწერებს, შევაგროვებთ და აუცილებლად ვიჩივლებთ. ახლა საინტერესოა გააკეთებენ თუ არა მერიის წარმომადგენლები ან თავად კომპანიის წევრები მომხდართან დაკავშირებით კომენტარს და ისაუბრებენ თუ არა უსაფრთხოების ნორმებზე, როგორც უკვე გითხარით, შემთხვევა დილის საათებში მოხდა, ამ წუთებში კი ჯერჯერობით არ არის გავრცელებული არანაირი ოფიციალური განცხადება მათგან. ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არც ერთი მოქალაქის ჯანმრთელობას ამ მომენტისთვის საფრთხე აღარ ემუქრება, ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური დაზიანება აღენიშნება ფეხის არეში, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია.